განვაგრძობთ გამოშვებას კამპანია ეშენ გეხებას მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს საინფორმაციო აქცია გამართეს. კამპანიის მონაწილეებმა მოსახლეობას ბუკლეტები დაურიგეს და მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა აქცია ერთდროულად თავისუფლების და რუსთაველის მეტროებთან გამართეს. კამპანიას, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანასა და საარჩევნო პერიოდში მედია გარემოს გაუმჯობესებას გულისხმობს, სოლიდარობას ქართული პრესა უცხადებს. მინდა ვუყურო ყველა ქართულ ტელეარხს და აკანონე მასტქერი ამ წარწერით დღეს ქართული გაზეთების უმრავლესობა გამოვიდა. თქვენ არ გაქვთ კავკასიანმა ეს ეთერში. დღეს აი ამ ცვლილებების შემდეგ გქონდეთ ეს ტელევიზიების თქვენს ტელეარხზე და აღარ გემოგიწიოთ ან ინფორმაციის ნაკლებობას აღარ განიცდიდეთ, ან არ მოგიწიოთ ორი პუნქტით ტელევიზორის გადართვა სხვადასხვა არხზე, რომ როგორმე დაიჭიროთ სხვადასხვა არხი. საინფორმაციო აქციაზე კამპანია ეშენ გეხებას მონაწილეებმა მოსახლეობას ბუკლეტები დაურიგეს და მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა აქცია ერთდროულად თავისუფლების და რუსთაველის მეტროებთან 11 საათზე გამართეს. ეშენ გეხებას მონაწილეებმა მოქალაქეებს დეტალურად გააცნეს ინფორმაცია მათ საკანონმდებლო ინიციატივებთან და კამპანიის მეორე ეტაპთან დაკავშირებით, რომელიც საარჩევნო და მედია გარემოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს. აქეებმა რაც შეიძლება დროულად, იოლად და ხელმისაწვდომად მიიღონ ყველა ის მაუწყებელი რაც არის. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გამოდივართ პრინციპით, რომ რომელიმე მაუწყებელი რომელიმეზე უკეთესია. მე უნდა მქონდეს იმისი უფლება და საშუალება, რომ მივიღო ყველა არხი, რაც კი გადის კანონიერად ლიცენზირებულად ჩვენს ეთერში. იგივე დაუშვათ, როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად პოლიტიკური რეკლამის მიწოდებაზე მოქალაქეებისთვის. საუბრობთ იმაზე, რომ საჭირო არის განსაკუთრებით წინა საარჩევნო წელს იყოს საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საჯარო კაპიტალი ბიუჯეტიდან მიედინება მედიაში. საკაბელო ტელევიზიებს აქვს მხოლოდ თვითონ არჩევს იმ მედია საშუალებებს, რომლებიც უნდა რომ გავიდეს თავის ეთერში, მაგრამ ამ დროს დაზარალებული ხდება ყოველთვის ამომრჩეველი. რომ წინა საარჩევნოთ არ არის ხელმისაწვდომობა და ერთ ოჯახს უწევს რამოდენიმე კაბელის შეერთება თავის ტელევიზორში, ეს ეხება უკვე ოჯახის სახსრებსაც, რა თქმა უნდა, რომ თანხებთან არის დაკავშირებული და მოვითხოვთ, რომ წინა საარჩევნოთ ეს შემოვიდეს ეს რეგულაცია. კამპანიის ეშენ გეხება საკანონმდებლო ინიციატივას სოლიდარობას უცხადებს ქართული პრესა. მინდა ვუყურო ყველა ქართულ ტელეარხს და აკანონე მასტქერი ამ წარწერით დღეს ქართული გაზეთების უმრავლესობა გამოვიდა. მედია გარემოს ხელმისაწვდომობის მიზნით ეშენ გეხება პარლამენტისგან მედიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში პრინციპების მასტქერი და მას ოფერდანერგვას ითხოვს, როგორც კამპანიის მონაწილეები აცხადებენ. ინიციატივების კანონმდებლობაში ასახვის შემთხვევაში ყველა სამაუწყებლო საკაბელო კომპანია ვალდებული იქნება მათ ქსელში ყველა ტელევიზიის მაუწყებლობა უზრუნველყოს. შესაბამისად ეს დაავალებს ტელევიზიებს ყველა საკაბელო კომპანიას მისცეს მისი ტრანსლირების უფლება. ტელევიზიებით გავაკლიპებთ ყველა ქართული გაზეთი დღეს პირველ გვერდზე გამოვიდა. მინდა უყურო ყველა ქართულ ტელეარხს დააკარონე მასტქერი და ეს შეგიძლიათ ნახოთ ყველგან. და მედია სრულ ხარდაჭერას უწყადებს ამ კამპანიას. გარდაულოდებით მთავარს, როდის დაიწყება მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან ამ საკითხზე, ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს და მზად ვართ ნებისმიერ მომენტში დავუშვათ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდაზე, რათა ეხლა ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი რაც არის, რომ ყველა ქართულ ტელეარხს, რომელსაც გააჩნია საინფორმაციო პოლიტიკური გადაცემები, მიეცეს საშუალება გავიდეს რეგიონებში და რეგიონალურ საკაბელო ტელევიზიებს კანონით დაეკისროთ ვალდებულობა ამ ტელეარხების გაშვების. ეს არის კამპანიის ეშენ გეხება მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა კამპანიის მეორე ეტაპი 7 მაისს დაიწყეს. კამპანია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას და საარჩევნო პერიოდში მედია გარემოს გაჯანსაღებას არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურის დახვეწას, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების რეგულირებას, წინა საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობას, საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისთვის მედია თანაბრობის უზრუნველყოფას, პოლიტიკური რეკლამის, მედია მონიტორინგის, დებატების და არჩევნების საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხების დარეგულირებას ითვალისწინებს. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი პარლამენტში შეიტანეს, რომლის განხილვა კამპანიის მონაწილეების განცხადებით ჭიანურდება. მსგავსი აქციები და მოსახლეობის მხარდაჭერა მათი თქმით მოთხოვნების განხორციელებას შეუწყობს ხელს. ჩვენ გვინდა, რომ ყველა ტელევიზია ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერ მოქალაქისათვის არჩევნების წინ, რათა მათ შეძლონ თავისუფალი არჩევანის გაკეთება არჩევნების დღეს.
წინასწარი უარი არაფერს არ მიგვიღია, მაგრამ პროცესი ისე იწერება, რომ ჩვენ თუნდაც ამ აქციით გვინდა რომ დავაჩქაროთ ეს პროცესი და კიდევ ერთხელ დავსხდით მოლაპარაკების მაგიდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს არჩევნები ჩატარდეს კონკურენტუნარიან გარემოში. თუ კი მოსახლეობას არ ექნება ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება, ავტომატურად ვერ ჩაითვლება ეს არჩევნები ლეგიტიმურად. ასე ვთვლი, თუ კი საუბარი არის იმაზე, რომ ყველას უნდა ქონდეს თანაბარი პირობები, მაშინ მოთხოვნა არის სწორედ ეს, რომ ის არხები, რომელიც გადაცემს ალტერნატიულ ინფორმაციას, რომელსაც ვერ იხილავთ ნაციონალურ მაუწყებლებზე, აუცილებლად ჩართული უნდა იყოს საკაბელო ქსელებში და საკანონმდებლო წინადადებებს კამპანიის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ბათუმში გააცნობენ. ინიციატივების მხარდაჭერისკენ მათ ამერიკის სახელმწიფო მდივანსაც მოუწოდეს.